მოგესალმებით ყველას, გამარჯობა. ძალიან დიდი ხნის წვეთის მერე ახლა დღეს ცოტა მოვიცალე და მინდა რომ ჩემი YouTube-ის არხისთვის კიდე ერთი ვიდეო დავამატო და ჩავწერო. იმ პარალელურ ვიდეო თამაშთან ერთად ისტორიულ სტრატეგიასთან ერთად რომელსაც მე ვიღებ და რომლის სერიების ერთმანეთის მიყოლებით ძალიან მალე გამოდის ხოლმე და გამოდის. დღეს მინდა ვილაპარაკო ამ თამაშის თემატიკის პარალელურად ბიზანტიის იმპერიაზე მინდა რომ ვილაპარაკო. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ქვეყანა იყო თავისი სახელმწიფოებრივი პოლიტიკური წყობით, იმ ყველა პათოსის გათვალისწინებით, რა პათოსის მატარებელიც ეს ხალხი იყვნენ. ძირითადად ბერძნული ელემენტი ჭარბობდა, მაგრამ რომაელებს ეძახდნენ საკუთარ თავს და რომეებს ეძახდნენ. თავდაპირველად როცა გაიყო რომის იმპერია აღმოსავლეთ და დასავლეთ იმპერიებად, იმის მერე გაჩნდა უშუალოდ აღმოსავლეთ რომის იმპერიის ცნება. და აღმოსავლეთ რომის იმპერიის ცნების გაჩენასთან პარალელურად მოხდა ისეთი რაღაც, რომ იმპერიის აღმოსავლეთ საზღვარზე ძირითადად უფრო ცივილიზებული სახელმწიფოების არსებობასთან ერთად შესაბამისად პრიორიტეტული გახდა იმპერიული დღის წესრიგში აღმოსავლეთის საზღვრების უკეთ კონტროლის და დაცვის აუცილებლობა. გარდა მაგისა, ყველა მოიცით რომ იყვნენ ბარბაროსები რეინის და დუნაის საზღვრებზე ჩრდილოეთიდან. შემდეგ როცა მოგვიანებით შემოვიდნენ ჰუნების სახელით ცნობილი მომთაბარეების კონგლომერატი და პირველ რიგში დარტყმის ქვეშ მოექცა დღევანდელი მორავია, რუმინეთი, ჩეხოსლოვაკია. ეს ტერიტორიები, სადაც უშუალოდ თვითონ ატილამ ამ ჰუნების ლეგენდარულმა მეფემ შექმნა თავისი ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, რომელიც მე სიკვდილის მერე დაიშალა და გაიფანტა და განქარდა მსოფლიოს ხალხებს შორის, როგორც ისტორიკოსები იძახიან. და ამიანე მარცელინე და გოთიმე მატიანია ესეთი იორდანისი ესენი გვაწვდიან მაგის გარშემო ძირითადად ცნობებს. ასევე კატალაუნის ბრძოლაზეც, სადაც ფლავიუს აეციუსმა დასავლეთ რომის იმპერიის ბოლო დიდმა რომაელმა ნიჭიერმა სარდალმა შეძლო და მოახერხა დასავლეთ რომის იმპერიის გარშემო შემოკრებილი ბარბაროსი ან დასავლეთ რომის იმპერიის დასავლეთ რომაელების ხარეზე მდგომი ბარბაროსებთან ერთად ჰუნების და ჰუნების მხარეზე მდგომი ბარბაროსების გაერთიანებული არმიების დამარცხება, ბოლო დამარცხება, სერიოზული დამარცხება და ეს იყო ხალხთა დიდი დაპირისპირება, შეიძლება რომ ესე ითქვას. მაგრამ ახლა რაც შეეხება აღმოსავლეთ რომის იმპერიას. დიდი ხნის მანძილზე გაყოფის შემდეგაც, მას შემდეგ რაც დაეცა თვითონ რომის იმპერიას, დასავლეთ რომის იმპერიას და რომიც, აღმოსავლეთ რომის იმპერიამ გააგრძელა არსებობა და შემდეგ უკვე აღმოსავლეთ რომის იმპერია სახელი ტრანსფორმირდა ბიზანტიად. ისინი თავის თავს მეორე რომს უწოდებდნენ, მით უმეტეს იუსტინიანეს მმართველობის პერიოდში იუსტინიანე იყო პიროვნება, ეს დიდი იმპერატორი და ისტორიკოსები ეძახიან ხოლმე რეკონკისტას, აღმოსავლეთ რომის იმპერიის რეკონკისტას, იუსტინიანეს მმართველობას, როდესაც მან შეძლო და მოახერხა თავის უდიდეს სარდალთან ველისარისთან ერთად თითქმის სადღაც 30-40% იმ ტერიტორიების დაბრუნება, მათ შორის იტალიის წართმევა ლანგობარდების და ვანდალების და ვესტგოთების მიერ იტალიის და ჩრდილოაფრიკული, მათ შორის კართაგენის ტერიტორიების, მაგრამ
ესპანეთის დაბრუნება და ბრიტანეთის მით უმეტეს და საფრანგეთის ტერიტორიების დაბრუნება ვეღარ მოახერხეს, იმიტომ რომ იქამდე უბრალოდ ძალამართლა არ იყო, იმიტომ რომ ფრანკების იმპერია საკმაოდ გაძლიერებული იყო მაშინ უკვე და საკმაოდ ცენტრალიზებული სახელმწიფო იყო და გაუჭირდებოდათ. ნუ ეხლა დღეს მე ვაპირებ დიდი ვიდეო გადავიღო თარიღებით და დღეს არ ვაპირებ ამ ვიდეოში ბოლომდე რომ ჩავშალო. ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ ძალიან დიდი გამოვა და არ მინდა მე ვაპირებ, უბრალოდ ეს იყო იდოს ცნობისთვის იდოს ეს ვიდეო და ვისაც სურვილი ექნება 10 წუთი არავის არაფერს არ წაართმევს და გადახედოს და მით უმეტეს საინტერესო იქნება. შემდეგ უკვე როდესაც იუსტინიანეს მე დავყოფ ბიზანტიის იმპერიის სამნაწილად დავყოფ არსებობის პერიოდს. ეს არის დიადი იმპერიული ხანა, აღმოსავლეთ რომის იმპერიის გამოცხადებიდან და კონსტანტინოპოლის დედაქალაქად გამოცხადების მერე იუსტინიანემდე, ოქროს ხანამდე, აია სოფიას აშენებამდე, იუსტინიანეს მერე არაბების ექსპანსიამდე, როდესაც არაბებმა მოახერხეს და წაართვეს აღმოსავლეთის რიგი პროვინციები, ეგვიპტიდან დაწყებული სირია, პალესტინით და ანატოლიის დამთავრებული. შემდეგ უკვე მეორე ბიზანტიურ რეკონკისტად გამოყოფ ვასილი ბურგათმოსველი, ჰერაკლე, ჭკვიანი ადამიანები იყვნენ. რომლებმაც ჰერაკლე ცოტა იქით იყო მოპატიეთ. ჰერაკლეს დროს სასანიდებს ებრძოდა და ანუ არაბებამდე იყო. ჰერაკლეს მერე მოდიან უკვე არაბები და მოახერხეს სასანიდური ირანის ბოლომდე დაპყრობა და ბიზანტიის ისე დასუსტება, რომ ხელა ტერიტორიების ნაწილი წაართვეს და შეუერთეს არაბულ ხალიფატს. ანუ ბასილის პერიოდი და იქ იყვნენ ძალიან ბევრი იმპერატორი იყო ასევე იქაც, რომლებიც ძირითადად ცდილობდნენ, რომ სომხეთიდან დაწყებული აღმოსავლეთ პროვინციების დიდი ნაწილი, მათ შორის სირია მაინც დაებრუნებინათ უკანა საკმაოდ წარმატებით მოახერხეს და სელჩუკების გამოჩენა 1071 წელს მანასკეტის ბრძოლიდან კონსტანტინოპოლის დაცემამდე, სულეიმანის პერიოდის კონსტანტინოპოლის დაცემამდე. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას რეზიუმეს სახით, რომ ეს იყო დიადი იმპერია, დიადი ხალხის დიადი იმპერია და ასევე ურთიერთქმედებდნენ სხვა ქრისტიანელებთან, მათ შორის ჩვენთან ქართველებთანაც. ვერ ვიტყვით ერთმორწმუნეობის კვალობაზე. ისეთი თბილი ურთიერთობები გქონდა ჩვენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ვახერხებდით ხოლმე ერთმანეთთან რაღაც საერთო ენის გამონახოს. მადლობა მინდა მოუხადო ყველას, ვინც უყურებს ჩემ ვიდეოებს, ვინც ნახავს ამ ვიდეოს და გითხრათ, რომ არასოდეს არ დაიჯეროთ ის, სადმე გავქრები, ან YouTube-ის არხი მუშაობას შეწყვეტს, რამდენი გამოწერიც არ უნდა მყავდეს მე, აუცილებლად გაგრძელდება ვიდეოების გადაღება, თამაშების გადაღება და დადება. ყველა შვილობია იმ დღე მინდა გისურვოთ და ელოეთ ახალ ვიდეოებს. ნახვამდის.